ეხლა გეტყვით თუ რატო არ უნდა დაპირდეთ არავის არაფერს. ალბათ ყველა ძალიან კარგად იცნობთ ანა ხაჩიძეს. ანა ხაჩიძეს ვთხოვე დახმარება ახალ წლებამდე რაღაც კონკრეტულ საქმიანობაში, რის სანაცვლოდაც დავუპირდი რომ ბურგერებს ვაჭმევდი. ვიფიქრე იანვარი გავიდა და აღარ ემახსოვრება თქო, მაგრამ ნურას უკაცრავად. დამირეკა და გამახსენა. ხო და მოვედით გალერეა თბილისში, ბურგერ ლომებში. გემოვნებაც კარგი ქონიათ ალბატონს. სხვათა შორის ძალიან კარგი გარემო დაგვხვდა, სიმწვანე, სიფერადე. ვინც არიცით გალერეა თბილისში მესამე ფილიალი გაიხსნა ბურგერ ლომების. ანა მაირჩია ეს ადგილი, სადაც მივირთმევდით ბურგერებს. იმხელა ბურგერები აირჩია ანამ, რომ შოკში ჩავარდი. რეალურად მე რამდენად უნდა ვთქვა, რომ ანას კუჭნაწლავის პრობლემა აქვს, მაგრამ მაინც არ ამბობს უარს ასეთ რაღაცეებზე. ისეთ ძალიან მადი საკვდრელად გამოიყურება. შედარებით პატარა ბურგერი მე მივირთვი და რა თქმა უნდა დიდი ბურგერი ვინ მივირთვა? ანა ხაჩიძემ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ანას კუჭნაწლავის პრობლემა აქვს და წამალი დალია, იქამდე სანამ ბურგერებს მივირთმევდა, ძალიან გავღიზიანდი. პატარა მორიდების უნარიც არ გააჩნია გოგოს. ეხლაც არ მავიწყდება როგორ დამირეკა და შემახსენა რომ შენ გაქვს ვალი ჩემი ბურგერებისო. თქვენ ალბათ გონიათ რომ ამ ბურგერებს ვერ მოერევა, მაგრამ ძალიან ცდებით. ამას ცოტა ხანში ნახავთ. მეც რა თქმა უნდა გავსინჯე და სასწაული ბურგერია ოღონდ მართლა. როგორც გითხარით, ანამ სულ მიირთო ბურგერი, თითქმის 1 კილოიანი. ამ ყველაფრის შემდეგ ვითომც არაფერი და გაპრანჭვა დაიწყო, იქვე გვერდით არის ხარი, ხარზეც მოჯდა, ეს ნაჭამნასომი. მერე შემდეგ მეც ვთხოვა რომ შენც მოჯექიო და ასე ვიკატავეთ, გავერთეთ, ვიცინეთ, ვილხინეთ და ასე დამთავრდა ერთი ჩვენი ლამაზი დღე. მადლობა ბურგერ ლომებს.